ელაპარაკე? ერთი. ჩემი სახელი არის ზაურ ბეშიდაშვილი. დავიბადე 1940-ში. ეხლა ვარ 85 წლის უკვე. თევზაობა როდის დავიწყო და ესე იგი ძალიან ადრე, ალბათ ერთი 60 წელი რო თევზაობ. და რატომ არ ვიცი ახლა რაღაცა ხომ უნდა გიყვარდეს, თქვათ ეს არის ხობი ჩემი. ეს როგორც სპორტი. მე ახლა რა არის ხობა საერთოდ თევზაობებს შორის. მე ავირჩიე თევზაობა ანკესით კალმახზე და ეს როგორ თქვათ ახლა არის როგორც სპორტიც არის, ხობიც არის და ამავე დროს ხო ყველაზე უფრო მაინც მე მგონი სპორტი. ესე იგი სხვა თევზე რო თევზაობ და ხარ წყლისპირას და ერთ და იმავე ადგილზე ვთქვათ, მაგრამ აქ უკვე სულ სხვა ამბავი არის. აქ ესე იგი მიყვები წყალს, მიდიხარ უფრო ზევით და ზევით, მიდიხარ და სულ მოძრაობაში ხარ. და ახლა რა არის საინტერესო, თვითონ კალმახი რა თევზე არის. ესე იგი არიან ადამიანები ზოგი ფიქრობს რომ კალმახი რო გაიზრდება ძალიან დიდი რო გახდება, შემდეგ თითქოს ორაგულში გადადის. თვითონ კალმახი არის ორაგული. ესე იგი ორაგულისებრი. ესე იგი შედის ორაგულის ოჯახში. ხო და საერთოდ ორაგულები არის ბევრი ჯიში, ესე იგი 2000-ზე მეტი ჯიშის, რომელშიც ერთ-ერთი ადგილი უჭირავს კალმახს. თვითონ კალმახი არის ძალიან ბევრი სახეობა. ალბათ არ ვიცი ზუსტად რამდენია, მაგრამ არის ასე 30, შეიძლება კიდევ უფრო მეტიც. ესე იგი რა შეგვიძლია თქვათ ახლა სხვა სახეობა არის ამერიკული კალმახი, არის ჩრდილოეთის კალმახი, რომელსაც ესე იგი ეწოდება ხარიუსი. არის კალმახი სომხეთში ტბა არის ასეთი სევანის ტბა. იქ არის და ამ კალმახს ეწოდება იშხანი. და არის კიდევ ესე იგი სახეობები ძალიან ბევრი. რომელ მომენტს გამოარჩევდი საერთოდ შენ თევზაობის გამოცდილებიდან? რომელ მომენტს? მომენტი როგორ ახლა ესე იგი როგორი მომენტი? რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა. ის დაგამახსოვრდა რომ ესე იგი ადრე იყო თევზი მეტი და ეხლა აღარ არის, თითქმის აღარ არის უკვე კალმახი. ესე იგი რატომ შემცირდა, რა არის, რა მიზეზია? ნუ ალბათ უფრო მოპოვება ხდება არა დაშვებული მეთოდებით. ნუ ახლა რა შედის, როგორ არის და როგორი მე არ ვიცი ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაც რო ხდება, ესე იგი ცხადია. ყველაზე დიდი თევზი როგორ დაიჭირე და როდის? ნუ მაგე რა ვიცი ახლა როდის, ესე იგი, ნუ ეს იყო ადრე იყო დიდეს რამოდენიმე წლების წინ. იმიტომ რომ ბევრიც იყო და ახლა უკვე თევზი შემცირებულია როგორც ზომით, ისე რაოდენობით. ესე იგი შემცირდა ძალიან. ნუ აღარ არის ადრე რო იყო იმდენი. საერთოდ კალმახზე თევზაობა საჭიროა ადრე დილით. რაც ადრე გახვალ წყალზე, მით უფრო კარგი იქნება. და მერე ესე იგი ცოტა ხნის მერე ესე იგი რო გათენდება კარგად, უკვე აღარ მოდის მერე კალმახი. ყველაზე კარგი არის ის რომ ესე იგი რო იტიალებს უნდა იყო უკვე იქ წყლის პირზე. ამიტომ რაც შეიძლება უნდა ადგე ადრე დილით. მერე შეეჩვევი და ყოველთვის გინდა უკვე ადრე ადგეს საერთოდაც ესე იგი ცხოვრებისეულად არის ასე რომ დილით როგორც კი იტიალებს უკვე ესე იგი ადგებოდა ადამიანი. ყველაზე კარგი არის თვითონ წყალში არის ქვის ქვეშ ბობლები. მერე შეიძლება ესე იგი იხმარო ჭიები. ნუ ეს ორი რაღაცა არის საერთოდ ყველაზე უფრო. დამწყებ მეთევზეებს რას ეტყობდი? ახლა დამწყებ მეთევზეებს ახლა ვერაფერს ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ როდესაც თევზი არ არის
და ახლა რომ იწყებს ვინმე და ნახავს რომ არ იჭირება თევზი არ არის თევზის შეეზარება მე და უკვე ხო მაგრამ ეს ეხება მხოლოდ თევზობას კალმახზე და ისე თევზი არის უფრო ხო და მე ურჩევდი ჯერ რომ დაიწყოს თევზობა ისე თევზე ისე სხვა ჯიშის თევზებზე და მე ალბათ შეიძლება რომ მომრავლდეს ასე კალმახი და მე შეგვიძლია რომ გადავიდეს კალმახზე მაინც მაქვს იმის იმედი რომ ისე იგი აღზრდება თევზი ახლა ისე იგი რა მდგომარეობაა ისე იგი აგრძალული არ არის ისე იგი ანკესით რო ითევზაო ოღონ მოპოვება არის აკრძალული ეს შავს რას ახლა ესე იგი შეგიძლია ესე იგი რო დაიჭირო მაგრამ უნდა მოხსნა და ხოდა წყალში გაუშვა ისე ასე ახლა ესე იგი ასეთია წესი მოკლედ თანაზე დავამთავროთ მაშინ დაემშვიდობეთ მაყურებელს მადლობთ ჩვენ ერთი შემახედე რა